დილამ შვიდობის. წვიმა არ არის და გადარჩენილები ვართ, მაგრამ თბილისში კარგად ისეთი სიცივი, აი ძვალ რბილში ატანსო რო ამბობენ, ხო იცით? აი ეგეთი. მზეკი საიდანღაც იყურება, მაგრამ აი მართლა საიდანღაც იყურება, იმიტომ რომ კარგად ცივა. წავედით დღეს გია მოვიდა გადამაყვანინა ბაღში. ბავშვი მანქანით მაგან გაიხაროს. სახში როა ვისვენი. ფეხით აღარ დაუბოდილობ ბაღამდე. მე რა თქმა უნდა დამელოდა გადამოყვანა უკან. ეს დღეები დილტყავას არ ვსვამდი და დღეს რაღაცა მომინდა რომ რაღაც დამელია. ხო და ეგ რაღაც აღმოჩნდა ყავა. თორე დილი წყალი კი დავლი. მაგრამ ყავის მოთხოვნილად წყალი ვერ გაგიქრობთ ვერანაირად. უი. და კაი განათება აქვს. არც მზე არ ძალიან ეს. ეს გუში მარიკოს ისე მაგრად ეძინა ხალხო. საკმაოდ ადრე დაიძინა. მერე გაიღვიძა და გამოვაღვიძეთ. არაფრით არ მიირთვა არაფერი. მერე ისევ დაიძინა. დღეს დილით მოშივდა რა თქმა უნდა და იოგურტი და რაღაცები ვაჭამე. და მერე კი გავაქციე ბაღში. ანუ გამოძინებულია მშვენივრად რა. გუში გავაკეთე ხინკალი. TikTok-ით გადავიღე რაღაცა კადრები, იმიტომ რომ მაგის დრო არ მქონდა რომ ესე ვლოგად გადამეღო. ძალიან დიდი დრო მიაქვს და ანუ მე ცოტა დრო მქონდა. ბევრი არ გამიკეთებია. სადღაც 20 ცალამდე გავაკეთე. უბრალოდ უნდა მოვხარშო და ცივ მდგომარეობაში წავიღო და იქ რო ჩავტუცებ შევაპიცკინო. სოფელში მაგიტო გავაკეთე. ხო და შევაგდე საყინულში. შევყარე. ცომი გამომივიდა. აი რა გითხრათ ხალხო. ვიდეოს მე დავდებ და ნახავ TikTok-ის ვიდეოს. ისეთი ელასტიური რომ მართლა მიკვირს რომ ხანახა რომ გადავყოლილო ვარ ცომს და 1 საათი მიზელია და 4000 ჯერ დამისვენებია მაცივარში და ვეფერებოდი და მქონდა რიტუალები, ეგეთი მაგარი ცომი არ გამოსულა და ახლა ჭკუპ და ისეთი ცომი გამოვიდა რომ მეთქი უკაცრავად. მეთქი ჩებახელები მქნა. სასწაული, აი სასწაული ცომი გამოვიდა. ყოჩა გვანს შიგან ასე მაგრად არ ველოდი გაკეთებას. მცივ არ შემიძლია კაცო. რაღაცა ძალიან მცივანა გავხდი, რატომ ეტა? აი უთნავ ნიავზე ჩემი საყვარელი ადგილები. გამოვედი მეტროდან, ჰოპ დავინახე კორპუსი. საცხოვრებლად მიყვარს ესეთი მარტივი ადგილები. გიჟდები, ამაში ხედავ. დოთ 368 გრამში. ეს 25 გრამი პლუს მინუს. ამაზე ფასდაკლება ყოფილა, მე კიდე 8 და რაღაც მივათხრში. მაგარია ხელი არ გაიგებ. იუჰუ, მოვედი. ასკაზე კი იყო ხალხო დაბალი ფასი ვიდრე თქვათ მაგალითად გუშინ, მაგრამ არამე სხვანაირი ვიყიდი, ამაზე სხვა იყო ფასდაკლება, სხვაზე იყო. მაგრამ მოიცათ ანუ იმადენად მაგარი იყო ხელი რომ დავადე. ვიფიქრე რომ ეგეთი მოყრილიმით ვიყიდიდი 2 წელს, მაგრამ ანუ აშკარად აი ძველ პარტიას რო ძახიან ეგ არის და ამიტომ არ მინდა რაც არის ეგ ვიყოფა და იმდენად მართლა ბევრი ვიყიდე რომ მე რა ვიცი არ გახმეზე ტყუილად რაც მინდა ამდენი გეხოწებით რა. იმიტომ რომ ყველა ერთად მივდივართ. კობაც უჭველი მოდის. ხო და ის პატარებიც მიმაქვს, ანუ ყველაფერი მიგვაქვს. ხო და ჩემი მულიც მოდის და არ მიხარია. გავერთობით. ხო და იზი წამოიღებს და მე ხმება. მე პასკა ძალიან მიყვარს და დარღვევას რა თქმა უნდა ვაპირებ. ისევ არ ღვევ ხოლმე ტყუილად და
მაგრამ ძალიან ბევრი მე მენანება რომ ხმება უნდა გადაყარო და რატო უნდა გადავყაროთ ვიყიდოთ შედარებით ცოტა უახლოვდი ძალიან მაქვს გამონაყარი გოგო ამ ზონაზე და ზოგადად ვერ ვხვდები რატომა გამონაყარი ბოლო პერიოდში მით უფრო რომ ესახე მაქვს ისეთი თქვენ იცით ესე იშვიათად გამონაყრები და რაღაცები ეხლა გზით წამოვიდი ყველი რომ მეყიდათ რომ ისე ამ გზით ჩამოვდივარ და პირდაპირ გზდა რო გადმოვალ კი მაქვს ბაღი მაგრამ ორი ნაბიჯის გამო კუგი დაბარტყი იმიტომ რომ არც პარში და არც იქ დაწნული ყველი არ იყიდება რატომ ვერ გავიგე ეხლა უნდა გაჩვენოთ ჩემი ესე იგი სახის უბედურებები აი აქედანაც კარგად ჩანს აი შეუარაღებელი თვალითაც ჩანს ამობურცულები რა დაგებარდა გვაცო მოკლედ მოდი ამოვალაგოთ პროდუქტები კიდევ ჭამო ერთი შტოპიკა რა და კი მისთვის გინდა მოდი ამოვალაგოთ გოგოებო სიმართლე გითხრათ ისეთი დაღლილი მოვედი 57 ცელოფნით და ჭკუა მაინც ვერ ვისწავლო შურას მოვათრევ ამ ხელებს ნაწილ-ნაწილი ყიდე მაგრამ არა ვიცი მოკლედ გადასარევ ადგილას მოვათავსე ჩემი ტელეფონი მიჯავს ჭიქების დასაკიდიროა ხო იცით თავის თებშებით რო იყო ეგ უკეთ გაფუჭებულია და ძალიან გადასარევად მოერგო სხვათაშორის ამ ამბავს და მოდი თან ამოვალაგოთ ჩვენი ისინი რა ქვია პროდუქტები ნელ-ნელა ხო და იმდენი საქმე მაქვს ხალხო იმდენი ერთი წუთი რა თქმა უნდა აბა ვიცია და რა გნებავს კი ბატონო მოკლედ მარიკოს იოგურტები ვიყიდე, შეგახსენებთ, რომ თითქმის ყოველთვის არის ეს აქციაში, აი 2 კვირიდან 8 დღე მაინც აქციაშია და ახირს 99, ანუ 1 ლარი. თან მოდი შევაცუქოთ თავის ადგილას. ტელია. გული ბედნიერია. It's okay. აქცია იყო და რა ვიცი მე გადასარავად მივირთმევ მაქვს სახლში ამიტომ გადავწყვიტე რომ ეს წავიღო სოფელში და კვერცხში ხავში წვანილებში სუნელებში გავაკეთო რა იმედია მოეწონებთ არ ვიცი ესეც ფაზაკლებაშია ორნაბიჯში გოგოებო ტყუილისთვის ვიყიდე კი ბატონო გოგოებო ასევე აქციაშია პრეზიდენტი მაგრამ როგორც მითხეს კარფურში ბევრად მაგარი ფაზაკლება აქვსო და ორნაბიჯში ხო ეს რო გამოვიარე რაღაც ბებოს ელაგა ბოსტნეული და ერთი ცალი მინდოდა ლარი და რაღაც გადავიხადე 5 თუ რაღაც ეგრე ერთ ცალში ეს ვყიდე თევზი ამაჩემს და ვიყიდე კიდევ გერმანული მოხარშული შებოლილი სოსისი რომელზეც გამიკვირდა ფაზაკლება მქონდა იმიტომ რომ ამას ესე ხშირადაც არ აქვს ხოლმე ფაზაკლება და როგორც ყოველთვის რაღაცა სამლარამდე ფაზაკლება სამლარამდე ღირდა ანუ ფაზაკლებით და ვიყიდე კიდე აი ეს 5 ლარად 800 გრამიანია. ნუ ახლა ამას ვწოვთ ხოლმე ესე მეთან მივიხსნათ. და მარილი ეს სოფელში უნდა წავაცუქო. თითქმის რაც გაჩვენეთ უმრავლეს რაც გაჩვენეთ და რაც არ მიჩვენებია და რაც არ გაჩვენებთ ზოგი ყოჩალაგებულია, მოგეთ ყველაფერი მიდის სოფელსა შინა. მოდი ყავა ჩავყაროთ მანამდე. ой ეს ჩვენი 5 ლარის ყავა, რომელსაც მე მივირთმევ. ბატონო. რამდენიც გია დედი საღეჭერზინი არ არის ეგ.
ჩავყაროთ. ამ რაღაცეებში და კიდე რაღაცები ალაგია იქით, სადღაც 60 ლარამდე გადავიხადე მოკლედ გითხრათ. ნუ საპირფარეშოს ქაღალდი ხარ ტრადიციულად, როგორც ყოველთვის გვჭირდება ხოლმე. 99 რუბელში ესეც უფეში უნდა გავიყოლო. ესე მარაგი მაქვს ხოლმე რა, ბევრი, აი მთლიანი იმებით. მაგრამ იქ ვერ ვიყიდე, ვერ შევიარე, ხვალ არ ვიცი შევივლი თუ არა, აქ არ ქონდათ, ამიტომ ესეთი წამოვახოხიალე, ეგეც გამომადგება. ყოველ შემთხვევაში 3 ლაჭარის ფქვილი შევიძინე, რომელიც უნდა გავიყოლო სოფელში, კიდე მაგ სახში იმასაც დავამატებ რა და ხო, რაღაცნაირად ძალიან გვიყვარს ხოლმე სოფელში ჩავდივართ, მჭადების გამოცხობა, რაღაც გიქონება, რაღაცა რიტუალი გვაქვს. ქათმის კოტლეტი ჩემთვის ისა ბოდიში, ქათმის კი არა, საქონლის ხალხო. მხოლოდ საქონელია. ეს ახლა უკვე გაიყინა რა თქმა უნდა და აუცილებლად უნდა მივხედო და ავაძრო. ეს გახლავთ ჩემი მომზადებული ხინკალი, რომელიც ამას უკვე შეეტყო რომ გასკდება. ანუ შეეტყობ, ხორცი ამოვიდა ზემოდან. სხვა დანარჩენი არაფერი არ გასკდება, დარწმუნებული ვარ. ესე უნდა მოხსნა ახლა და ჩავალაგო. ამას ნახეთ ახლა ეს რანაირად, ვაიმე დედა ვერ ვაძო. კაი მე ავაძრო ხცალი ხელით ვერ ვიზავ. ნახეთ ამას ეტყობა, რომ იმას იცავს. არა უშავს, არ ვდარდობთ. ღმერთმა ამის გარდა სადარდებელი არ მოგცეს ხალხო არაფერი. ამას უფილი ჩაიყარა ამ იმაში რა ქვია. თან მოდი ყავა დავდგათ. რა შვები მარიკო, შენ გამარკვი ერთი თუ შეგიძლია გარკვევა. ყველა ფორი აქშია, მგონი მთელი საქართველო ტრადიციულად. და კეტე თუ შეიძლება ვერ ვხვდები. კი დავაბრახვნე, დავხურო და არ დავხურო. დავაყაროთ შაქარი. რას დავეცე? ასევე ვიყიდებ ქვილი, ჩვეულებრივი ქვილი. ხო, ესეც აქციაში იყო გოგოებო 3 ლარად რაღაც ეგ. ეს ქვილი აღარ ამოვიღებ, მოდი ამას და ამას ერთად მოვა თავსები ხარ დაიყვნეს, თორე შეიძლება გასატანი გავხდი აქედან. კვერცხი ვიყიდე. მამა ხო აქ რჩება და უნდა შევუღებო. ქათმის ფილე წამოვიღე, მე ხო იცით რა დამემართა, ვდგავარ რიგში, ვდგავარ, რომ ვიდეო მომაქცეს ყურადღება ამასთან დაკავშირებით. ხო და თურმე ნუიტყვი და მთლიანი ღირს 5 და ტყუილა ვიდექი აწონვაზე. ეს პატარებია ხალხო, 500 გრამიანი. ეს ახლა შევაცუნცულოთ, ამას ყველაფერს მე ხა გამოვყრი მერე, თქვენთან რომ მოვრჩები ჭორაობას. რაღაცები უნდა დავახარისხო, რაღაცები გადავახარისხო და ასე შემდეგ. ფაზაკლება რამდენიმე თეთრით არის ორნაბიტში ამ კონკრეტულ კვერცხზე. და ვიყიდე 20 ცალი. მამას მას უკვე რა ქვია შევუღებო. ბატონო. როგორ? კი, შეგიძლია დააყოლო დედა, ეს ის არის. ჩანთების კოლექციას ვაგროვებ. 2 კიდე მაქვს დღეს მოვიტანე. მე რა ვქნა ხალხო ის ცელოფნები იხევა და იძულებული ვარ ეს ვიყიდო და რო არ მაქვს დაგეგმილი რომ უეჭველი უნდა წავიდე და ვიყიდო, აღარ მიმაქვს ახლა ჩანთები და энэ რაოდენობით ჩანთა დავყოლდა. მე რაც მინდა და ის არ ქონდათ, ამიტომაც ეს ჟელი წამოვიღე. ჩემთვის არა, აქაურიმისთვის არა, იქ სოფელში მინდა რომ ბარემ წავიღო. და მოდი ერთად ჩავდოთ, რა თქმა უნდა. ბატონო. იცით გავიდებ თბავებსა. დედი ძალიან დაღლილი ვარ, ჯერ საქმე მაქვს ჩემო სიცოცხლე კარგი. მერე ვნახოთ და ესენი ჯერჯერობით ხმაცივაში თუ არ წავიდა, ეგრე არ დარჩება აქ ეგ ამბავი.
მარიკო მითხრა რომ შემიწვი კვერცხი და ლობიანი არ გინდა? კვერცხი გინდა აბა? აუ ეს მე კვერცხია ბავშვი ჩაულებრივად. ბახში კი უჭამია მადლობა ღმერთს. ვაშა. აი რაიმე ჩემი სახლი ხალხო კი არ გარბის. გამორბის და თან თავს იკლავს. მარტო კი არ გამორბის, თავს იკლავს, ისეთი ამბავია. არ ვიცი რატო ავირიეთ ასე გამეტებით, მაგრამ ის დასალაგებელი აბა გამოიცნაით. რამე სახლს ვინ დაეჭერა საჭმელი მაგასაკეთებელი და წელი წდება. ბატონო. ხო, გაზი გათიშუცეთ. ის არის. ეს კი თევზი გვაქვს სახლში. შეგიწვა მამա მე ვთქვა. გამოვიღე, გავალღვე. რას შეუწლა? კინაღა გადაივია? რო სახლში სუნი დადგება? ვეუბნები ადამიანო. ეგამწოვი იცი რისთვის ახლა? არ განიხილა არაფერი. რა უყო? თუ დასვიდანია თუ არ გინდა? არაო, ვერ ავაყროლობ ახლა სახლსო. ეგრე ვერ გაიტანს როგორც მე მინდაო და აქ სახში სუნი დადგება გადავირიო და აი მოვთხარი თუ არ გინდას უკარგეთ იყავი. რა უყო მითხარით? ეხა აი ვერ ავაყროლებ თელ ოთახს. ჩემთან ხო იცით გამწოვი როგორ მუშაობს? რა ვქნა მითხარით? გინდა კარგად იყავ. მარტივია. ეს აქ შევდოთ. რა გავაკეთე? არ უნდა და ეხა ეგეცოს მართლა ვერ დააყენებს როგორც ჩემთან. შანსი არ არსებობს გაიტანს ეს გამწოვი კაცო. ეხა ჩვენ რო ვიყეთ მე და დეჩემა. გარაჩვეულებრივი გამწოვია რა ის სუნი ვაფშე სუს არ აყენებს სახლში არაფრისას. ოდნავ ეხა შეიძლება რამე სპეციფიური სუნი დატოვოს ოდნავ. ეხა ეგრე 100%-ით სუნს ვერ გაიტანს ვერაფერი. შენ რაც არ უნდა იყიდო. მაგრამ რა უყო? მითხარი. კინა შეიშალა გარდავინახო. ოკეი, მამა. კარგად. რა გიყოთ? არ გინდათ, ნუ გინდათ, მე ის კი არა ვარ, კიო. რა უყო ხალხო? ხო, ეს წვენი და ნატურალური წვენი მინდა კიდე ერთი ურცალი ვიყიდო და დღეს იყო კარგ ფაზაკლებაში და სიმართლე გითხრათ. ვიმედი და რამხელა გახდეს ეს კვერცხი ბატონო. ეგ სოფელში მიგვაქვს პაპასთან, დედიკო და ბებოსთან, ალე პაპასთან და ბებოსთან და ბატონო. და მე მიყავხარ. შენ სოფელში მოდიხარ ჩვენთან ერთად. კარგია. დედიკო, ხო შევთანხმდით იქ? მაგიდას ნუ ეკიდები, ჩამოვარდება. ხო შევთანხმდით სოფელში. ქათმებს არ ვარტყავთ, არ შეიძლება, ხოდე? ხო. შევთანხმდით ხო საყვარელი? აბა რა. და მარიკო შევთანხმდით, არ უნდა გამოვეკიდოთ ქათმებს, მამლებს, არ დავარტყათ. არც ძაღლს არ უნდა დავარტყათ, ხო დედიკო? არც ფისოს. არც ფისოს, არავის არ უნდა დავარტყათ. არ შეიძლება. კაი. ჩუდი საქციელია. მარიამის კვერცხი. ხალხო გეფიცებით სარეცხმა თავი მომაბეზრა. აი, მომაბეზრა. განა მარტო უბრალოდ მომაბეზრა. მოდი აქ დაგდოთ. ძალიან მომაბეზრა, იმიტომ რომ ნუ აი რა იყო ამას თავი და ბოლო რატო ვერ გაუგებაც. ეს კი ამის დაკეცა, მერე გაჩნია ეხლა, მერე დაუთხოვება და გავიდა ნახევარი ცხოვრება იმაში, რა ქვია, კეცვა დაუთხოვებაში. რას ვისავთ, ქალების ხვიტრია. დედა აქ შესაღები მაქვს და ხვალ უნდა შევიღებო ყოველ მიზეზ გარეშე. იმედი არ შეწუხდებით, რომ თან ვკეცო ხალხო. რომ ცოტა მივლაგდე, ყოველფერი რაღაცა ძირს გადმოვყარე. გადავწყვიტე, რომ ცოტა ძირფესვიანად მივყვე რა, სახლს. დიდად კი არა, მაგრამ ცოტა.
უკვე საკმაოდ გვიანია და ეს ვიდეო საკმაოდ გვიან დაიდება, როდესაც CapCut-ში დამუშავდება, გადმოიწერს და მე YouTube-ზე აიტვირთება და მე დამტკიცდება, საათნახევარი კიდე უნდა და ახლა იმდენად გვიანია, რომ საათნახევრის მერე არის ალბათ 9-ისთვის იმედია, რომ დაიდება რამენაირად. ვერ გეტყვით. ვერაფერს ვერ გეტყვით. იმედი მაქვს, რომ კარგი ფოტოებით და ვლოგებით შემოგიერთდებით სოფლიდან, გოგოებო. ამის იმედი მაქვს. ხა რო გითხრათ, რომ მაგისთვის მეცლება და არ იქა ახლა 800 ფოტო. მაგისთვის ნამდვილად არ მეცლება, თან ბევრი საქმე გვაქვს და ანუ ესეთი თავისუფალი დროები მაინც და მეც არ გვექნება. მაგრამ რამდენიმე ფოტო აუცილებლად მინდა რომ მქონდეს. ხო და ფოტოს გარდა რა თქმა უნდა ვლოგები ეხლა თავისთავად იქნება, მაგას რა თქმა უნდა. ყოველ შემთხვევაში 2 დღეში 1 ვლოგი მაინც იქნება რამენაირად გადავიღო და დავამუშაო და ავეტვირთო. ატვირთო საკმაოდ დიდი დრო უნდა სოფელში სხვათა შორის მინდა გითხრათ. საკმაოდ. ესე იგი, აი ეს არის, რა ქვია. არ ვიცი რა, გუში სარეცხე არ იყო, გავიხედე 2 ქვის დაგას, რა ქვია, დიდი ლახანკა. ადრე რო ეძახნეს ლახანკი. ძალიან სწორად შეეფერება ამ ისტორიას. ეს ის არის 10 ნაჩინაყიდი და სხვათა შორის ძალიან მომწონს. 50 თუ ყიდე 4 იდო თუ რაღაცა ეგრე ხო. საკმაოდ მომწონს. ხო და ესე გოგოებო, რა ვიცი, არ ვიცი, მართლა გაკურებული ვარ, რანაირად გვიხერხდება ასე სწრაფად სარწყის მოგროვება, მე ვფიქრობ და ვერ გავიგე. რა აზი არა ვარ. დავიჯეროს ხვის სარეცხით შემომტენა ვინმე? ბალების ჩაპეთი. ხო და ისა, ეხლა ცოტა მოვიქოქები, ოდნავ მივალაგებ, რომ გავიხედო, დისკომფორტი არ მქონდეს. და მე სადღაც უნდა ვეცე, სანამ ჩემი ქმარი მოვა. რამე დავახვედით, რომ მოვკალი კაცი მშიერი. მოვკალი ქმარი მშიერი. ქრის შიმშილი არ შეიძლება, ისჩება კანონით. ოპა. ეს რატომ მივაგდე ახლა? აი, რატომ მიაგდე? გვანცა სხვაზე ლაპარაკობ, მე ვიდეოებს იღებ და შენ თვითონ მოხვალ და იმაზე გაისვრე, ამაზე გამოისვრე. ამიტომ არეული, ამიტომ დაიბახსოვრე. უკან კი ხედავთ რაღაცები გამოყარე. ცოტა მივალაგო. ყავაც ვიყიდე. მეთქი არ დამოვიწყდეს. მე და ჩემი ქმრის სახში როგორ შეიძლება რომ ყავის ნაკლებობა იყოს, ჩანსი არ არის. ბოდიში რა ხალხო წევარ, ვერავდგები ახლა აზიზილი ვარ. ვიხიდები აიმიდან ჩემი ორი ლამაზი თვალით. ჩემი სოჩკის თავთან დგას ვიღაც კაცი. რა ხდება ბატონო მეუთხარი. ბოდიშიო რა ამ კარებში შემოვიდაო ჩემი ცოლიო. ვუთვალთვალებო. რა ისო ბიჭო მეუთხარი. შეიცვალო როგორ შემოვიდა მეუთხარი, ჩემი ქმრიცული მე ვარ. სახში მარტოვან მეუთხარი, შეიცვალო შემოვიდა საწავიდა. აჰა. მე ხო ასეთ დროს ანა ცული ქვას მოკლავს, ანა რაღაცა ღალატზე, არ ვარ თუ ღალატია თანა. უნდა მოხდე შადე, წადი ძმა მეუთხარი, დამაგებთ, კარგი ხო რა გერია. მეუთხარი 5-მდე ვითული. სამთვლაზე ბადაღარ დაგიდა ხო მეუთხარი. უნდა ბუსოკა. არ სუფთა ორთავიანი გველი. უნდა დაასრის უქვაზე, მაგრამ ეს რო დღეს მე რას მიშნის. აი რა დავდო ახლა მურთაზის საყვარელი. მეტი საქმე როგორ არა, მაგრამ რატო? შევად რაღაცას ვლაპარაკობთ. რაღაც ის რა ქალთებს რაღაც. ამ დროს ბებია ცოტა მიჩუნდა. შევად რაღაცას ფიქრობ და რა შემიძლია საქმე მევთრა. თითე ჩემი ქათბები რასაკეთებ. კაკანები, ბიბი არა უნდა გადახლა სოფელში კაცი მამიდაშვილებს. და გაია თბილისში ხარ. ვერ აძლევს ხალხო. ვერ აძლევს რა მოკალი თუ კიდე ახლა. მე გავძლევს სხვაგან. ნო. ჰაი ხალხო.
ახლა დღეს გავარ ორი ჩემი მიმზიდველი ფეხით, გამხდარი ფეხით, აივანზე გადაყუდებული ვიხედები რა, არაფერი გამომეპარს, მეჭორაობა არ მიყვარს, მაგრამ ვიცოდი რატო არ ვიცოდი უბაში რა ხდება, ხო ვითარ რა ხდება, ვისგან კიბილი გამოდის კალო იქნება შველა უნდა თორე რაში მაინტერესებს ახლა ოჯახური ჭხუბები. ხო და მოდის ერთი ქალბატონი, ხო და ეს რაღაცა დამომხედა. ერთი პირიქი გიდრად იყურებს, მაგრამ მე გამახსდა ხა ტრენდული როა შეიძლება მაგიტომ იყურებს, მეთქი ან ავტოგრაფი უნდა ან რაღაც და მოვიმარჯვე სიტყვა პასუხი რა. გისმეთ მითხარი ქალბატონო. აბა ბინას ვეძებდა ხო არ გეგულება რა, ეს ეჭვიდონით შემომხედა. მივთხარი რა ფაში ეძებთ? 100 ლარში. ხო, არ ვიცი ქალბატონო მივთხარი, რა პირობებით გდება, თხა მე მაინც კანალები მაქვს და მეთქი ვუშოვი რა. რა პირობებში შივით უნდა იყოს აუცილებლად. ვანა ტუალეტი, ცხელი წყალი თავისთავად, ცივი თავისთავად. ქალბატონო მივთხარი. აფაში ოთახს მივთხარი ვერიშოვი, შეიძლება იშოვო 2. ეგ გამოდის ერთკედლიანი მივთხარი. ქალბატონო ძალიან ეცხოვრება გაძვირებული და 100 ლარში მოგდის მივთხარი 2 კილო ნახევარი ხორცი და რა ვიცი ახლა გააკირავი მივთხარი 100 ლარში გაფიცე მამიდაშვილებს. უიმე აღმართზე ძვირია. ძვირია. სამაგოთ კარგი ჰაერია მივთხარი. ხალხო სწორად გამიგეთ მე მოდი და გულანძღავი რა ძვირად აკირავებ ხალხო 100 ლარად. უი დედა ახლა თავს მოვიჭრი ხო? კუნკურხაზე რო ახვიდეთ. 100 ლარად თუ შევთ 4 კედელი. შეიძლება ვაფშე კედელი ნახევარი შევთ, ვერ გეტყვით, მაგრამ ოთახი? მარა მე ვთქარი ერთი წუთი ქალბატონო კანალებთან გადავრეკე კახა. მაქვს რა ეხლა მაინც აისავარ კაცი ჭკუცი და მაქვს რა მაინც მიდი მოდი რა. ხო და მე რო ვერ ვუშოვე დავურეკე გავკადნი ერთი კალას. კალა მე ვუთხარი. სხვისი ნომი და დავრეკე. მე მგონებ დაბლოკილი ვყავარ, მაგ საკითხს მე ვიუბრუნდები, მაგრამ ხო და მე ვუთხარი ერთი ქალბატონია სანდომიანი ჩანს მე ვუთხარი. ხო და 100 ლარად ეძებს ბინას და სადმე ხო არ გეგულება. თუ გავიგე. ახლა თქვენ რა წარმოგიდგენიათ ხალხო ახლა. ეძი პასუხით ვერ გამცა. ხო ეგრე გამოდი ხა მაგისთვის მაგას მოეთხოვება პასუხი რო არ გამცა, მაგრამ ისე რომ თქვა ვერ გამცა. ეგრეა ხო? არ ვიცი რა, იმ დღესა მოხოხიალებდა ვიღაცა სამიმთვრალი, ბინა გააკ ქალბატონო. დაუშვათ, მე რა ხდება მე ვუთხარი, ახლა თვრალი, კაცებს ხალხო მაგას ასახში შეუჩვენ თვრალი. ლოჩი. აბა 80 ლარში ხო არა გაგბინა. არ ვიცი რა ვთქვა. ხალხო სწორად გამიგეთ რა ახლა. თქვენ სახში 80 ლარად შევუშვებთ ვინმე დაჟე ახლა თანა უნდა იყოს ცხელი წყალი, ცივი წყალი შიგნით აბაზანა. ცხელი და ცივი უნდა იყოს, მაგრამ შიგნით აბაზანა ხალხო არ არის. ძალიან რა გთხოვთ რა, ესე იგი ტყუილად ხო, ნუ თქვენ უკარგავთ დრო და ნერვებდა, ნუ შეგვაყარგინებთ ახლა. 80 ლარად ისე რომ 80 ლარი გუშინა შამპუნი ვიყიდე? რა ვიყიდე გავუკიდე? ხო რაღაცა მდნარი ყველი, შენი 80 ლარი. აფიცებ მამიდაშვილებს ახლა მდნარი ყველისთვის ხალხი როგორ ვაცხოვრო ხო? აჰა, ნერვები. მილეწავე ყველაფერს და ერთი რაღაცა კიდე. არა, ესე მუჭურავე და ის არ მიყვარს რა ახლა. უნდა ვიცოდე სად რა ხდება და რაღაცა ქალო, არაფერი გამომეპაროს და რაღაცა ეხლა ვიცოდე, რატო არ ვიცოდე, მაგრამ ხალხო, ოთახებში რატო ფენს არეცხს? არ ვიცი რა, სირისტი გამიჩინეს ხალხო, გაბავე კებ ჩამოკიდა მე სარეცხს, ვილო. აივანი მაგ. გაბმულია ბაწარი. რა უნდა გაფიცებთ მამიდაშვილს ოთახში სარეცხს. ახლა მე რითქვა რომ ასლაშო რატო არავის უშვებო? სირისტი დაო, სირისტი. როაჯერ გავარემონტე სამთვეში ბინა. აჰა. გეზარებათ აივნამდე მისვლა, მომეცი მე დაგიფინო. ხო? არა, თქვენ სახში იზავთ ხალხო ეგრე. არ იზავთ. თქვენ სახში ატყუშვებით აბა. წაკასწრებ, ხო და მოგალეწ მაგხელებს. აჰა, აღდგომა და ხვალეო. ავიშალი ახლა ნერვები. ახლა, ჰაი ხა. იმ დღესა ხო რა გუშინ წილიცილა გამოვიძახე ხაჭაპური ახლა ინფლუენსერები ხო იძახებენ და მოდას ავეკიდე რა ტრენდსა გავტრენდი ხო გატრენდო ხო იცით რა
აჭამური ხო იცით რა ყველი რო იდება მე ერთი წითა შევავ თუ და ხო ხვალვე წაუყვანი ვარ უფალსა მაღლა ღმერთსა არავის გართულება მე არა მაქვს ახლა კევრა წამიყვანოს მაგრამ ისე ვიძახი რა ხო არა ვარჯემზად ხო და ვიცა კიდათ ის აიყვანეთ ხალხო გიდა ჩინელი გიდა პაკისტანელი გიდა რა ვიცი მე სომეხი გიდა ისა გიდა ტკაცი გიდა ტყუცი ვაფშე მცარ არის ახლა ეგა ჩემი პრობლემათა სადარდებელი ახლა ნახეთ რა ველოდე მეცანა გაუქმდა და რაღაცა ანატკაცი ანატკუცი მანამდე ახლა გადავჯექი მაგრამ ვასქენი რა სხვა რაღაცები გადავიფინე ბეჭდი და ეს ახაჭამური თოწი დავიწინე მირე კავს იხთი რომ ისეთი გაბწარებული უკვე მეძებდა ხო რა დეშულო აკა ყვინებს რაღაცა გაუკვებლად ყვინის მობახვედრა რომ აბა კურიერ ყვინი შეგენაცვალებ წამოუხდი კაკრას მომაშია ისევ და დაზინების მე რომ ვიღუძებ ხო მან შეახვები რაღაცა თქო გუძმარვა რომ აწუხე ხო და შვილობთ რა მე დგას და ახია ფუთული ვერ გავიხიდე მიგუდა სახტარი ხო არავინ არ იდგა ერთი ფუთული შრიალებდა ხალხო ვარძიდან მოვატრიალე რა კიდე შვილო სამცხე ჯავახიჩი ხაი თბილისში ვარ დაბიდავებული ჩემი დღე და მოსწრება რა კიდე გაფიცე მამიდა შვილებს მეუთხარი იმაიჭა ვარძიაში თურმე ის არევია ლოკაცია კიდე შვილო აჭი ხაჭაპური მეუთხარი გაიგო ვერ გიტყვით არაფერი არ ვიდა ეს ნომერი დაივიწყე თუ წავშალეთ ბაზიდან კაკაკი ხავი მეუთხარი არ ვიცი ჩამოვიდა ვარძიდან შეიძლება ჩერეს თურქეთი გადავიდა ვერ გიტყვით ვალენსი წავიდა და ჩერეს თურქეთი ანახარ ქალაქი წავიდა სადმე არ ვიცი ვერ გიტყვით რაც გადარეკეთ ვისაც კურიერი დაგაკლდათ რომ იცოდეთ რომ ვარძიდან დამირეკა მირთობა იტასაც ქროლავდი ჩემი ლაბაზი მარცხენა თითით თუ ვაჯვერა რა ვშობა სერავნოა ხო იწერა პასკას 499 ლარი რა იყო ალხო პასკალ თუ საკურცილო ტურკი მიჩი ბაქი არ დადის არ ხალხო 499 ლარი გადავიხადო პასკაში და ეგ ვინმე მჭამოს კანით ჩემი სიცოცხლე ხო ეგრო პასკას დავაკუგები მია ერთი აბალოკინეთ დავიგო მაგას უცხოს გადავიხდი ალუკვაში ხა ვერ ჩავკვი ჩავასად მაგის პული ხო მია არ ვიცი ამისთან არა ურევია შეგიდვა რა დავიჯერო სახლის გასაღები და შიგდი არ ვიცი მეჭვება გუზი არა ვარ ესეც მაგ ბეჭედი ყველაფერი რა გიდა შვილო რა უი დედა წევარ არა მაგ უფლება ვიწვე ბულბულო დედა ვარ ის სხვა რა ვარ აქვია მამა ხვალა ახლა 15 აპრილია აი მე რო დაიწყება დილის 7-დან ამაზეს მაჩუკა მანის მაჩუკა იმა დათვი მომიყვანა იმა კატა მაჩუკა ამა ყვავილები იმა სვაროსკი ერთო მაღალო შემოძვირფასო მეყლო ხვალე წამომიღე სილიოტკა ყვავილები არ დამარახო იცოდე ათავში ვიხლი ხვალე სიყვარულის დღეა მეტი არ მინდა ხო აკა ყვავილებით არ მომადგეს ვინმე მეტი არ მინდა მაგრამ ვინ უნდა მომადგეს რა უტეხეთ და უწყის ყვავილები თავში ნამუსო კაცი ჩემო მომავალო რძალო აქედავე გაფრთხილებ მე ნერვებს ვერ დაგაგლეჭინებ ისედაც დაგლეჭილი მაქვს და ალბათ მეტყობა ძალიან უყარხარ შენ დედას გელოდები ოდესმე შემოდგავ შენს ორ მარჯვენა თუ ერთია მარჯვენა ხო რა დავეძებ ფეხს აბა შენიცი შენმა ქალობამ დილით მოაწყდებით ახლა დამაძინეთ და ქორწილი ვერ გვექნება არ ვიცი მე არ ვიხდი და დედა შენი არ ვიცი და გაუფრთხილდი ჩემშვილს თორე მარჯვენა ხელიც კარგი მაქვს მარცხენას და არ შეგრჩება გლანდები ეს ისე ხუმრობით მაგრამ ძალიან თუ გაიატკეცო სიყვარული დედა